მაგრამ რა თქმა უნდა ისინი ამ ყველაფერს არ ანუ ისინი ისევ აქტიურობენ და აპირებენ. ჯერჯერობით დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ 12 საათია სულ გასული გუშინდელი ღამიდან, სადღაც 12 საათისთვის გამოცხადდა ის გადაწყვეტილება, რომ ვინგულოვას უშვებენ. სადღაც პირველი საათისთვის მე უკვე აქ ვიყავი და ნუ გადავწყვიტე ამის გაკეთება და ავხსნი რატომაც. მე რა თქმა უნდა არავის არ უსურვებს ციხეში ყოფნას და აქ არ არის იმაში საქმე, რომ გიგულოვა აღარ არის პატიმარი. აქ არის საქმე იმაში, რომ იგი უგულავას პროკურატურამ ვერ დაუმტკიცა ბრალი. ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ყველა თანამდებობიდან ახერხებდა იმას, რომ დაენერგა უკიდურესი და ძალიან ღრმა ფესვების მქონე კორუფცია. ადამიანი, რომელიც იყო მთავარი ძარღვი ნაციონალური მოძრაობის, დაფინანსების და ჩემი ღრმა წმენით და ესეც არის ეს, რომ იგი უგულავას არ გამტყუნება ამ საქმეებში ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის როგორც სისტემური დამნაშავის არ გამტყუნებას და მათ პრაქტიკულად საზოგადოების წინაშე წაყენებას როგორც უდანაშაულო პარტიის განცდა დამეუფლა გუშინ იმისი, რომ კვლავ დაუცველია. აი ეს იყო მთავარი გრძნობა ალბათ, რაც მე გამიჩნდა იმ წუთას. რომ მე შეიძლება კვლავ მომიწიოს იმაზე ფიქრი, რომ წავიდე ქვეყნიდან. კვლავ მომიწიოს იმაზე ფიქრი, რომ სახლიდან აღარ გამოვიდე. კვლავ მომიწიოს იმაზე ფიქრი, რომ ვინმე ჩემიანს რამე უბედურება არ დაემართოს. მე დაცულობის განცდა დღეს ქვეყანაში აღარ მაქვს. და ამიტომაც სანამ ნაციონალური მოძრაობა მოვა და კვლავ მომაყენებს მე ფიზიკურ ზიანს, მე მზად ვარ ვიდგე აქ და საკუთარ თავს მივაყენო ზიანს. ჩემი პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მე არ დავინახავ, რომ ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ მე და ჩემნაირ ადამიანებს აღარ მოუწიოთ ნაციონალურ მოძრაობასთან ამ ქვეყანაში ბრძოლა ასეთი მეთოდებით აღარ გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ხალხის ქუჩაში გამოსვლები იმის მოთხოვნით, რომ ნაციონალური მოძრაობა დამთავრდეს ერთხელ და საბოლოოდ საქართველოში.